4 ოქტომბერი დიდი დღე იყო. გინესის რეკორდების წიგნისთვის დიდი და ღირსახსოვარი. ერთი რეკორდი ქართულმა ოცნებამ მოხსნა, მგონი იმაზე მეტი პროცენტი მიიღო, ვიდრე საერთოდ მივიდა არჩევნებზე. მეორე რეკორდსმენი კი ეს ყმაწვილი გახდა, რომელიც ზუსტად 4 ოქტომბერს პროჭორულელებს ესალმება, თქვენც ხედავთ საიდან. Una persona, ¿no? Cae ronronea. თუ ვერ ხედავთ, ან საკუთარ თვალებს არ უჯერებთ, დაუჯერეთ ყურებს. Está al mango, o sea, digo, en potencia. Esto no es joda, chico. მთელი შესრულება რომ მოგასმენინო, დაიღლებით. 40 წამია. 41 უნდა და მაგარი საბაბი ქონდა, ძალიან გაიჭითა, მაგრამ 40 წამზე მეტი ვერ გაკაჭა. არა უშავს, ესეც რეკორდი ყოფილა გინესის წიგნში შესატანი. არ ვიცი რა ივარჯიშა, მწვრთნელი ვინ ყავს, რა ჭამა სტომაქ აფეთქებულმა. არ ვიცი რა ჭიები ყავს. არ ვიცი მარტოს ძინავს თუ არა, არ ვიცი საერთოდ მეგობარი ყავს თუ არა, მაგრამ კი გადაახურა მიკროფონი და გახრიტა ძლივ შეერთებული რაღაცა ოზონის შრე ჩვენს თავზე. და გამოუგზავნა შორეული რეკორდული სალამი იმ დღის მეორე რეკორდსმენებს, ქოცებს. ახლა ცოტა სული რომ მოითქვა და მეთანის მარაგების აღდგენა შეუდგა, იკითხა შემდეგი არჩევნები როდის აქვს ჩვენს ძმებს ქართულ ოცნებიდან. მაგ დღეს უნდა დავამთხვიო და სიმბოლური 51 წამიანი რეკორდი დავამყარო. ძალიან მონდომებული ყმაწვილი კია, თუ თქვა, გააკუებს კიდეც. ახლა ზიზდა გაზების დაგროვებასთან ერთად წერილსერს დიდ ქართველ და პანამელ მეცენატს. იქნებ ერთი სპორტული დარბაზი აუშენონ და 2 ჰექტარი მისცენ ლობიოს დასათესად. სპორტული ინვენტარი ყოფილა იქ, ქოცების მომავალი არჩევნებისთვის აბსოლუტურად აუცილებელი.